გაინტერესებთ UFC-ის ისტორიაში ვის აქვს ყველაზე მეტი ნოკაუტი გაფორმებული? შეიძლება ვიღაცა მიფიქროს ჯონ ჯონს ან ჯორჯ სენ-პიერს ან კონორ მაკგრეგორს. არც ერთი პასუხი არ არის სწორი. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ UFC-ის რეკორდებზე, რომლის მოხსნაც ძალიან ძნელი იქნება ან საერთოდ წარმოუდგენელი. აი მაგალითად მერაბ დვალიშვილის რეკორდი მგონი არარეალური იქნება ვინმემ რომ მოხსნას ოდეს კაცს. სანამ დავიწყეთ, თხოვნა მექნება დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ეს ორი ქმედება ხელს უწყობს არხის განვითარებაში. მე კიდევ ვალში არ დაგრჩებით და სულ უფრო მეტ და მეტ ვიდეოებს მოგაყრით. ეხლა კი ვიწყებთ UFC-ის ყველაზე გიჟური რეკორდები. დერეკ ლუისი უბრალოდ სპორტსმენი არ არის, ის ნოკაუტების მანქანაა, რომელმაც UFC-ში 16 ბრძოლა მოიგო ნოკაუტებით. ის მძიმე წონაში ასპარეზობს და ასეთი შთამბეჭდავი რეკორდების მიუხედავად დერეკი ტიტულის გარეშეა. თავის კარიერაში მას ბევრი ბრძოლა მოუგია ამ სპორტის ტოპებთან. მაგალითად ფრენსის განუსთან ლუისმა გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა. ყავს დანოკაუტებული ისეთი მაგარი მებრძოლები, როგორიც არის ალექსანდრ ვოლკოვი, კორტის ბლეიცი, გაბრიელ გონზაგა და სხვები. დერეკს UFC-ში 2 სატიტულო ბრძოლა ჰქონდა, მაგრამ ის ორივეში დამარცხდა. 2018 წელს მან ქამარზე შეხვედრა დენიელ კორმიესთან წააგო. 2021-ში კი ნოკაუტების მანქანამ დროებით ტიტულზე ბრძოლა სირილ განთან წააგო. სხვათა შორის სირილ განზე კაი ვიდეო მაქვს გაკეთებული, აუცილებლად ნახეთ, თან განი ტიტულზე ეხლა 25 ოქტომბერს იჩხუბებს ტომას პინალთან. მებრძოლებზე ლინკებს აღწერაში დაგიტოვებთ. მოკლედ დერეკი ნამდვილი ნოკაუტების მამაა UFC-ში. მაგალითად მან ალექსანდრ ვოლკოვი ბოლო წამებზე დაანოკაუტარა და ის ამ შეხვედრას აგებდა. Damn, I mean you see his head just fold back like a Pez dispenser as his mouthpiece falls out again. Insane power by Derek Lewis. სულ ახლა ხანს კი ტაილსონ ტეიშეირა დააძინა და გამორიცხული არ არის, მას კიდევ ერთხელ მიეცეს შანსი იბრძოლოს ტიტულზე. ჭორები კი ვრცელდება, რომ ის კარიერის დასრულებას აპირებს, მაგრამ ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. ჩარლზ ოლივერა დუბრონქსი ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდა, რომელმაც UFC-ის ისტორიაში ბონუსების რეკორდი მოხსნა. ჩარლზმა საერთო ჯამში 20 ბონუსი გაიფორმა, საიდანაც ორგანიზაციიდან თითქმის $1 მილიონი მიიღო მარტო ბონუსების სახით. ბონუსების სიაში მეორე ადგილს დონალდ სერონე იკავებს 18 ბონუსით და შემდეგ მოდის სტოქტონის განგსტერი ნეით დიასი, რომელმაც კარიერაში 16 ბონუსი გაიფორმა. ასევე ოლივერას ეკუთვნის საბმიშენების რეკორდი 16 საბმიშენი. თავისი ჯიუ-ჯიტსუს მეშვეობით მან უამრავი მებრძოლი დაახრჩო და მტკივნეულზე წამოიყოლა. პარტერი ნამდვილად დუბრონქსის სამყაროა. თუ გეგონათ ჩარლზის რეკორდები ამაზე დასრულდა, ცდებით. ოლივერას ორგანიზაციაში ყველაზე მეტი ფინიში აქვს გაფორმებული. კონკრეტულად კი 20 ფინიში. აი რატო იყო ოლივერას დამარცხება ტოპურიასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო ვრცლად თუ გაინტერესებთ ოლივერას ისტორია, მასზე დოკუმენტურ ფილმზე ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. მერაბ დვალიშვილი ქართველი მანქანა, რომელმაც თეიქდაუნებისგან შექმნა ხელოვნება. ამ მომენტისათვის მას 97 თეიქდაუნი აქვს შესრულებული და 5 ოქტომბერს ეს რიცხვი დაარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება. წინა რეკორდი ჯორჯ სენ-პიერს ეკუთვნოდა, რომელმაც კარიერა 90 თეიქდაუნით დაასრულა. დვალიშვილი კი თავის კარიერის პიკშია და ღმერთმა იცის რამდენი თეიქდაუნით დაასრულებს მოღვაწეობას. დიდი ალბათობით ეს იქნება მოუხსნელი რეკორდი. ჯიმ მილერი, UFC-ის ნამდვილი ვეტერანი. წარმოიდგინეთ, ამ მებრძოლის დებიუტი 2008 წელს შედგა UFC-ში. მის მერე მან ამ ორგანიზაციაში 46 ბრძოლა ჩაატარა. ეს აბსოლუტური რეკორდია ორგანიზაციაში ჩატარებული ბრძოლების. ამ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ანდრეი ორლოვსკი 42 ბრძოლით და დონალდ სერონე 38-ით. ამ 17 წლის განმავლობაში მილერმა 27 ბრძოლა მოიგო და 19-ში დამარცხდა. მსუბუქ წონაში კი დივიზიონის რეკორდი უჭირავს გამარჯვებებში 24 მოგებული ბრძოლა. მისი კარიერა ნამდვილი ისტორია. ის ბევრჯერ დაბრუნდა მარცხების შემდეგ და იბრძოდა ისე, რომ სახში ბონუსით ბრუნდებოდა. მილერის ყველაზე ცნობილი გამარჯვებებია მაგალითად დონალდ სერონესთან 2022 წელს, როდესაც მან ჰელიოტინით მეორე რაუნდში დაახრჩო კოუბოი. ასევე ჩარლზ ოლივერასთან გამარჯვება ფეხზე მტკივნეული ილეთით. სხვათა შორის მილერი იმის მიუხედავად, რომ ვეტერანია, რომელსაც სატიტულო ბრძოლები არასდროს ჰქონია, ის მოქმედი სპორტსმენია, რომელიც კარიერის დასრულებას 50 ბრძოლით აპირებს და ეს რეკორდიც ნამდვილად ძნელი მოსახსნელი იქნება.
Anderson Silva, ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდა, რომელსაც ვინსტრიკის დაუმარცხებელი რეკორდი ეკუთვნის 16 ზედიზედ გამარჯვებით. ეს რეკორდი მან 2012 წელს შეასრულა, გახდა UFC-ს ჩემპიონი და 10 ჯერ დაიცვა ტიტული. Silva-ზე დოკუმენტურ ფილმზე ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. აუცილებლად უყურეთ, იქამდე კი გეტყვით, რომ გამარჯვებების სერიის მეორე ადგილს ისლამ მახაჩევი იკავებს. თუ მან წელს ბრძოლა მოუგო მადალენას, ის Silva-ს რეკორდს გაიმეორებს. იქამდე კი ისლამი მეორე ადგილს იკავებს 15 გამარჯვებით, ასევე 15 გამარჯვებით მეორე ადგილს იკავებს კამარო უსმანი, მაგრამ უსმანმა შეწყვიტა სერია. ასე რომ რეკორდის მოხსნასთან ახლოს დღესდღეობით არის ისლამი. თუმცა არ დაუვიწყოთ მერაბ დვალიშვილი, რომელმაც 13 ზედიზედ გამარჯვებით მოიპოვა დივიზიონის რეკორდი ვინსტრიკში. მერაბ 3 გამარჯვება ჭირდება და Silva-ს რეკორდს გაიმეორებს. თან ამ წელს დვალიშვილი კიდევ ორჯერ აპირებს ბრძოლას და 2026 წელს არსებობს იმის შანსი, რომ მერაბი გახდეს ნომერ პირველი UFC-ს ვარსკვლავი. სატიტულო ბრძოლებში გამარჯვებების რეკორდი ჯონ ჯონს ეკუთვნის. ზოგადად ჯონს რომ არ ქონოდა პრობლემები დოპინგ კონტროლთან და ასევე რომ არა ის მარცხი, სადაც მან არალეგალური იდაყვი იხმარა, ალბათ რეკორდების უმრავლესობა მისი იქნებოდა. ჯონსის ანგარიშზე 16 სატიტულო გამარჯვება, მეორე ადგილზე ჯორჯ სენ-პიერია 13 გამარჯვებით და მესამეზე დემეტრიუს ჯონსონი 12-ით. ჯონ ჯონსზე კარგი ვიდეო მაქვს გაკეთებული, სადაც ნაჩვენები მაქვს მისი ყველა ტრიუმფი და ბნელი მხარეები, ასე რომ ამ ფილმზეც ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. და ბოლოს UFC-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა დემეტრიუს ჯონსონს ეკუთვნის. მან 11 ჯერ დაიცვა ტიტული და ამ საქმეში ის უპირობო ლიდერია. ამ რეკორდების სიაში მეორე ადგილს Anderson Silva იკავებს 10 ტიტულის დაცვით და მესამეზე კი ჯორჯ სენ-პიერია, რომელმაც კამარი 9 ჯერ დაიცვა. თითქმის ყველაზე მოჩამოთვლილი რეკორდსმენზე მაქვს გაკეთებული დოკუმენტური ფილმი, ლინკებს აღწერაში დაგიტოვებთ, გადადით ნახეთ, ძალიან საინტერესო იქნება. იქამდე კი დაწერეთ კომენტარებში, რომელი UFC-ს რეკორდები გახსენდებათ თქვენ. რეკორდები კი UFC-ში ძალიან ბევრია, მაგალითად ყველაზე სწრაფი ნოკაუტი ან რომელ მებრძოლმა ყველაზე მეტი ნოკდაუნი შეასრულა ერთ ბრძოლაში. მოდით განვიხილოთ ეს ყველაფერი კომენტარებში, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.